მურეთ შეისწავლა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სილამაზის სალონი და დაადგინა, რომ სილამაზის სალონის შიდა ტერიტორიაზე ხორციელდებოდა ვიდეო მონიტორინგი. სალონმა ვიდეო მონიტორინგის მიზნად დაასახელა თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება და ასევე საკუთრების დაცვა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ვიდეო მონიტორინგთან ერთად ერთ-ერთი კამერის მეშვეობით ხორციელდებოდა აუდიო მონიტორინგი. არ არსებობდა შედგენილი დოკუმენტი აუდიო მონიტორინგის შესახებ, ასევე თანამშრომლებიც გაფრთხილებულნი არ იყვნენ, რა თქმა უნდა. და რაც შეეხება ვიდეო მონიტორინგს, მოკლედ გეტყვით, რომ ამ ვიდეო მონიტორინგის არეალში ექცეოდა ისეთი ტერიტორიები, მაგალითად ნიჟარა, სადაც თავის დაბანა ხდება, პირადი ჰიგიენისთვის განკუთვნილი ოთახების შესასვლელი ჩანდა, ასევე ფრჩხილისა და თმის მოსაწესრიგებელი ადგილები. ბევრი რომ აღარ ვისაუბრო, გადაწყვეტილებასაც დავუწყებ თან და თქვენ თვითონ შეგიძლიათ გაიცნოთ. უბრალოდ სამსახურმა ამ სალონს დაუდგინა ძალიან ბევრი დარღვევა. ერთ-ერთი იყო ის, რომ თანამშრომლები წერილობით არ იყვნენ ვიდეო მონიტორინგის შესახებ გაფრთხილებულნი. როგორც მახსოვს, მგონი არც სტიკერი არ იყო გამოკრული, რომელიც ამცნობდა ადამიანს ვიდეო მონიტორინგისა თუ აუდიო მონიტორინგის შესახებ. რა თქმა უნდა, თუ ვიდეო მონიტორინგთან ერთად აუდიო მონიტორინგიც მიმდინარეობს, აუდიო მონიტორინგის აღნიშვნელიც აუცილებლად უნდა იყოს ამ სტიკერზე დატანილი, ისევე როგორც დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე პირადი ჰიგიენისთვის განკუთვნილი ადგილების ვიდეო მონიტორინგის შეწყვეტა დაევალა სალონს, ასევე დაევალა ვიდეო მონიტორინგისა და აუდიო მონიტორინგის გზით მოპოვებული ინფორმაციის წაშლაც. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია და სხვა სალონებმაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, ვინაიდან ზუსტად ვიცი, რომ უმრავლეს